იკა, რომელი ავტომობილები ყოლია? ძალიან გრძელი სია, კატო, Hyundai Elantra 2016 წლიანი, Hyundai Elantra 2020 წლიანი, Hyundai Elantra 2021 წლიანი, Hyundai Tucson 2021 წლიანი, Hyundai Santa Fe 2021 წლიანი, Ford Mustang 2015 წლიანი, Ford Mustang 2019 წლიანი, Toyota GR Supra 2021 წლიანი, BMW 335 2016 წლიანი. მანამდე მყავდა CLS 5.5 კომპრესორი 2005 წლიანი და Nissan Tidas იყო მარჯვენა საჭიანი Maxia-ში. რომელია ყველაზე ეკონომიური? 2021 წლიანი Hyundai Elantra არის ბენზინის ძრავზე. 2.0 Smart Stream G სერიის ძრავია, ახალი ძრავია და რა გასაკვირის არ უნდა იყოს, თუ ვინმე საინტერესებს შეგვიძლია დავტესტოთ. ქალაქში მიწავს დაახლოებით 5.7 ლიტრას, რაც ძალიან მაგარია, მით უმეტეს ერთ სისტემასული, მარტო ბენზინის სისტემას. რომელია ყველაზე სპორტული? ამ შემთხვევაში გამოვარჩევ GR Supra-ს, Toyota-ს და ფასი ძალიან კარგი აქვს, დაახლოებით $25,000 შეიძლება რომ ვიყიდოთ, ჩამოვიყვანოთ და იდეალურ მდგომარეობამდე მივიყვანოთ და ამ მახასიათებლების სპორტული მანქანები BMW სერიაში, Mercedes სერიაში ცოტა უფრო ძვირი ღირს. მართალია სალონში BMW-ია და ძრავიც BMW-ი აქვს, მაგრამ ის ვიზუალი და ის უკანა გაბერილი კრილოები და ჯდომის მანერა საერთოდ სხვა შეგრძნებას გაძლევს. მე შეგრძნება მქონდა რომ ბეტმენის მანქანაში ვიძე იქი და ბეტმობილი გადავაადგილდებოდ.